ხო, შევიდა ახალი კანონი ძალაში, აღარ მინდა თქვენი შეტყობინება. მაინც რომ მოდის? ხო, მაინც ხო, რატომ მოდის, როდის დაგთანხმდით და ასე შემდეგ. წარმოედგინე რომ ბანკის წარმომადგენელი ხარ შენ და მე მოვედი და ხო. კანონში ხო მაქვს უფლება რომ მოვითხოვო რაღაცას, სადაც ჩემი სესხის ისტორია წაშალე. გეუბნები მიმდინარე სესხზე. სესხიც წამიშალეთ. ხო რა, ხო იქ მოიცავს რა. დავიტოვეთ და სესხი წამიშალე. სესხი წამიშალე გეუბნები და ეს მე თან გთხოვ რომ ეს არის ჩემი უფლება კანონში წერია აგერ მუხსეც გითითებ რაღაცა და დასაბუთებულ განცხადებას გიგზავნე რომ წაშალო ინფორმაცია. AI-ს დავწერე. ხო, AI-ს მივეცი ჯერ ინფორმაცია. აბსურდი იქნება, ხო? წაშლით. ვერ წავშლი, იმიტომ ვერ წავშლი, რომ მე კანონმდებლობა მავალდებულებს მინიმუმ ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების ხელშემშლელი ღონისძიებების შესახებ კანონი რაც გვაქვს, ის გვავალდებულებს, რომ მინიმუმ შევინახო 5 წლით თქვენი მონაცემები. შენ ხო ოდესღაც გამომართვი მონაცემები, წაშალე, დამივიწყე, ანუ მე შენთვის აღარ ვარსებობ რა, უნდა გააქრო ყველაფერი. ხო, შევიდა ახალი კანონი ძალაში, აღარ მინდა თქვენი შეტყობინება. მაინც რომ მოდის? ხო, მაინც ხო, რატომ მოდის, როდის დაგთანხმდით და ასე შემდეგ. წარმოედგინე რომ ბანკის წარმომადგენელი ხარ შენ და მე მოვედი და ხო. კანონში ხო მაქვს უფლება რომ მოვითხოვო რაღაცას, სადაც ჩემი სესხის ისტორია წაშალე. გეუბნები მიმდინარე სესხზე. სესხიც წამიშალეთ. ხო რა, ხო იქ მოიცავს რა. დავიტოვეთ და სესხი წამიშალე. სესხი წამიშალე გეუბნები და ეს მე თან გთხოვ რომ ეს არის ჩემი უფლება კანონში წერია აგერ მუხსეც გითითებ რაღაცა და დასაბუთებულ განცხადებას გიგზავნე რომ წაშალო ინფორმაცია. AI-ს დავწერე. ხო, AI-ს მივეცი ჯერ ინფორმაცია. აბსურდი იქნება, ხო? წაშლით. ვერ წავშლი, იმიტომ ვერ წავშლი, რომ მე კანონმდებლობა მავალდებულებს მინიმუმ ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების ხელშემშლელი ღონისძიებების შესახებ კანონი რაც გვაქვს, ის გვავალდებულებს, რომ მინიმუმ შევინახო 5 წლით თქვენი მონაცემები. შენ ხო ოდესღაც გამომართვი მონაცემები, წაშალე, დამივიწყე, ანუ მე შენთვის აღარ ვარსებობ რა, უნდა გააქრო ყველაფერი.